ზუსტად შემიძლია აღწერო ის მომენტი, როცა პირველად გავიფიქრე, რომ რომანის დაწერა შემეძლო. ეს იყო 1978 წლის 1 აპრილი. იმ დღეს ძინგურ სტადიონზე ვიყავი სრულიად მარტო და სწორედ იმ წამს დამემბადა აზრი. იცი რა, შემიძლია ვცადო რომანის დაწერა. დღესაც მახსოვს ის უზარმაზარი გაკრიალებული ცა, ახალი ბალახის სურნელი და ბეისბოლის ჯოხის დარტყმის სასიამოვნო ხმა. ამ წამს ზეციდან რაღაც ჩამოეშვა და რაც უნდა ყოფილიყო, მე ის მივიღე. ეს ამბავი 1978 წლის გაზაფხულზე მოხდა, შემოდგომისთვის კი ხარუკი მურაკამის უკვე დასრულებული ჰქონდა ერთი ნაწარმოები, რომელიც გამომცემლობებს გაუგზავნა, ისე რომ ასლის კი არ დაუტოვებია თავისთვის. მე ის უფრო მაინტერესებდა, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანე. და არა ის იხილავდა თუ არა ეს წიგნი ოდესმე მზის შუქს, წერს იგი. გამარჯობა. მადლობა რომ უსმენთ გონების სამკროს პოდკასტს. მე ანალიზს ვუკეთებ წარმატებული ხალხის ბიოგრაფიულ, ავტობიოგრაფიულ წიგნებს. გამომაქვს მათგან საინტერესო გაკვეთილები, ვაკეთებ სისტემატიზაციას ამ ყველაფრის და პოდკასტების სახით გთავაზობ. ეს იყო შესანიშნავი წიგნი. ჰარუკი მურაკამი კარგი ავტორია, მისი მარტივი, მოქნილი წერის სტილი, რომელიც ამავე დროს ძალიან ღრმა და რაღაცნაირად მელანქოლიური ყოველთვის მომწონდა. როგორც წიგნში აღწერს, 33 წლამდე ფაქტობრივად კრიზისი მქონდაო. არ იყო ჩამოყალიბებული საბოლოოდ რა პროფესიას უნდა გაჰყოლო და რა უნდა ეკეთებინა. ბოლო წლების მანძილზე ტოკიოში პატარა ჯაზ კლუბი ჰქონდა გახსნილი, სადაც ვირივით ვმუშაობდი და დღეში 2 კოლოფ სიგარეტს ვეწეოდიო. 33 წელთან მიმართებაში ზოგადად მურაკამის მისტიკური დამოკიდებულება აქვს. ეგ ხომ ქრისტეს ასაკიაო და ასევე ის ასაკი, როდესაც მისი საყვარელი ავტორის სკოტ ფიცჯერალდის დაღმასვლა იწყება. და 33 წელს ის რაღაც ისე უყურებს თქოს ეს მისტიური გზაჯვარედინი იყოს ცხოვრებაში, სადაც ან ზემოთ წახვალ ან ქვემოთ უფსკულისკენ გადაეშვება. როგორც თქვით, მწერლობის გზის არჩევამისთვის რადიკალური ცვლილება იყო და როგორც კი პირველმა წიგნმა წარმატება იხილა, მურაკამი ჯაზ კლუბს ხურავს და მთლიანი ენერგიით მწერლობაზე იწყებს ფოკუსირებას და აქ ესეთი ის არის, ხა მსგავსი გაბედული ისტორიები ზოგადად მომწონს ხოლმე, როდესაც ადამიანი კარიერას 180 გრადუსით იცვლის, მაშინ როდესაც არაფერი გარანტირებული არ აქვს. პირიქით, მშვიდი და სტაბილური ცხოვრებიდან გაურკვევლობის ბულუსში ეხვევა და იწყებს იმ საქმის კეთებას, რომელიც არასოდეს უკეთებია და დებს ყველას ფსონს ამაზე. თითქოს უკან დასახევ ხიდებს სურს, მურაკამი მართლაც ესე იქცევა. ან 30-იან წლებში, როდესაც პასუხისმგებლობები უფრო მომეტებულად გაკისრია ადამიანს. თან გასათვალისწინებელია ის, რომ ჯაზ კლუბი უკვე ნორმალურ შემოსავალს წერდა და მურაკამი მას ხურავს, არც აქირავებს, არც საოპერაციო მენეჯერი მოხავს. მოკლედ, ხიდებს სვავს ეს კაცი. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ბიზნესი შემეჩერებინა. წერს მურაკამი და მთელი ყურადღება მხოლოდ წერაზე გადამეტანა. თან იმ პერიოდში ჯაზ კლუბიდან მიღებული შემოსავალი ბევრად აღემატებოდა ჩემს ჰონორარებს. თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, ან დიდ ეჭვს გამოთქვამდა. შენი ბიზნესი ახლა კარგად მუშაობს, მეუბნებოდნენ ისინი. რატომ არ ჯობია მართვა სხვას გადააბარო? შენ კი შენი რომანები წერო. სამყაროს გადასახედიდან ეს სრულიად ლოგიკური არჩევანი იყო. თანაც ადამიანთა უმეტესობას არ სჯეროდა, რომ პროფესიონალ მწერლად ჩამოყალიბდებოდი. მაგრამ მათ რჩევას ვერ მიუყვებოდი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც სრული თავგანწირვა და ბოლომდე დახარჯვა სჭირდება იმ საქმეში, რასაც აკეთებს და აქ ერთი შესანიშნავი მომენტი მოდის. მოკლედ ახლობლების უმრავლესობა ხო ეუბნება ამ კაცს ესე ხელღებით ნუ დახურავ კლუბსო. უკან დასახევი გზა დაიტოვე კლუბი ფულს წერს, რატო კეტაო. აი ჯაზ კლუბის გახსნის მომენტსაც იხსენებს მურაკამი, როდესაც ნაცნობების უმეტესობა ამბობს, ეუბნება, რომ ბარი ვერ იმუშავებდა და ეს იდეა დაივიწყებინა. ჩემი ნაცნობების უმეტესობა ამბობდა, რომ ბარი არ გაამართლებდა. ფიქრობდნენ, რომ ჰობის დონეზე წამოწყებული საქმე ვერ იმუშავებდა, რომ ჩემნაირი გულუბრყვილო კაცი, რომელსაც ბიზნესის მართვის ნატამალი ნიჭი არ ჰქონდა, ვერაფერს გახდებოდა. თუმცა მათი პროგნოზები სრულიად ცდარი აღმოჩნდა. სიმართლე გითხრა, მე არც მგონია, რომ ბიზნესისადმი რაიმე განსაკუთრებული მიდრეკი იყო მქონდა. უბრალოდ ვიცოდი, რადგან მარცხი დაუშვებული იყო, ყველაფერი უნდა გამეღო.
ჩემი ერთადერთი ძალა ყოველთვის ის იყო, რომ ბევრს ვშრომობდი და ფიზიკურად დიდი დატვირთვის გაძლება შემეძლო. მე უფრო მუშა ცხენი ვარ, ვიდრე სარბოლო ცხენი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ახალი საქმის წამოწყების ეტაპზე დიდი შეცდომა ალბათ ყველას ჭკუა კითხო. ხალხის უმრავლესობა ვერასოდეს გაგიგებს და არც აქვთ იმის რესურსი რაიმე ჭკვიანური რჩევა გასცემ. ადამიანს ალბათ უნდა ჰყავდეს თისძე ჩამოსაცვლელი ადამიანები, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ და რჩევის მისაცემად მივამაც თან რჩევის მისაღებად. რაც შეეხება მასის აზრს, მაგასთან დაკავშირებით ახლა ბალზაკს დავესესხები, რომ საზოგადოებრივი აზრი ეს ხო ყოველ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა. მოკლედ 30-იანი წლების შუაშია მურაკამი და თავის მოწოდება აღმოაჩინა რა ამ კაცმა. წარმატებული ხალხის ისტორიებში მსგავსი შემთხვევები მრავლადაა. 30-იანი წლები კიდე რა არის ახალგაზრდა ასაკი. აგერ მაგალითად KFC-ის დამფუძნებელმა სანდერსმა ბრენდი 65 წლის ასაკში დაიწყო. სტენლიმ მარველის კომიქსების დაწერა 39 წლის ასაკში დაიწყო. სამუელ ელ ჯექსონი მსახიობი 45 წლის გახდა. ან ტოლკინმა საკულტო ბეჭდების მბრძანებელის ტრილოგია უკვე 55 წლის იყო სადღაც ოდესაც დაწერა. და სულ მეღიმება იმაზე, როდესაც ვიღაცა ამბობს ეს უკვე გვიანია ჩემთვისო. ეგეთი რამე მგონი არ არსებობს. წელობასთან ერთად მურაკამის საყვარელი აქტივობა გახლავთ სირბილი და ამ წიგნის უმეტესი ნაწილი სირბილს ეთმობა. ანუ სირბილის შესახებ მემუარია რა, თუმცა ბუნებრივია ეს არ გახლავთ მანიფესტი ჯანსაღი ცხოვრების მოწოდებისკენ, რომ აი ყველამ სირბილი დავიწყოთ და ეხლა მარათონები ვირბინოთ ყველა. მურაკამისთვის სირბილი არის ერთგვარი მედიტაცია და ინტელექტუალური ტრენინგი და ის სირბილს ამ ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავს. როდესაც ჯაზ კლუბი დახურა და პროფესიონალად ჩამოაყალიბდა მწერლად, ერთ დიდ პრობლემას ავაწყდიო. როგორ შემენარჩუნებინა ფიზიკური ფორმა. ჯაზ კლუბში შუადღიდან მუშაობდა, სადღაც 9-3 საათამდე ფიზიკურად შრომობდა და ფორმაში სულიყო. აი, მწერლობა როდესაც დაიწყო და მჯდომარე ცხოვრების წესზე გადავედიო, მანდ მივხვდი ფიზიკური აქტივობის საჭიროებასო. გარდა ამისა, მუშაობისას ზედმეტად ბევრს ვეწეოდი. წეს მურაკამი დღეში 60 ღერ სიგარეტს. თითები სულ გაგვითლებული მქონდა, მთელი სხეულიდან კი თამბაქოს სუნი მდიოდა. მივხვდი, რომ ეს კარგს არაფერს მიქად და თუ კი მწერლობით ხანგრძლივი ცხოვრება მინდოდა, უნდა მეპოვა გზა ფორმის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი წონის დასაბრუნებლად. მურაკამიმ სირბილი აერჩია ერთადერთი მიზეზის გამო და აქ ახლა საინტერესო თემები მოდის. ეს აქტივობა მის პიროვნებას შეესაბამება. მურაკამის არ მოსწონს გუნდური სპორტი. ის მარტოობისკენ მიდრეკილი ადამიანია, სირბილი კი მარტო სული სპორტია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მარტო ყოფნა უყვარს. უფრო სუსტად რო ვთქვა, მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც მარტოობა ტანჯვასთან არ ასოცირდება. ყოველდღიურად 1 ან 2 საათის განმავლობაში მარტო სირბილი, ისე რომ არავის ველაპარაკო. ისევე როგორც 4 ან 5 საათის სამუშაო მაგიდასთან მარტო ჯდომა. ჩემთვის არ არის რთული, არც მოსაწყენი. ეს მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა. როცა არჩევანის საშუალება მეძლობდა, ყოველთვის მარტო კითხვას ან მუსიკის მოსმენას ვამჯობინებდი სხვებთან ყოფნას. საკუთარ თავთან მარტო მყოფს ყოველთვის შემეძლო მეპოვა საქმე, რომელიც გამართობდა, იხსენებდა მურაკამი. ამას გარდა, მარტოობა მისთვის არის პროდუქტიულობის იარაღი. გნებავთ ამას დავარქვათ სტრატეგიული იზოლაცია. მწერლის პროფესიაში იზოლაციის გარეშე დიდი რომანები არ იქმნება და არა მხოლოდ მწერლის სხვათა შორის. თუმცა მარტოობას თავისი საფასურიც აქვს, რომელზედაც მურაკამი შესანიშნავად წერს. მარტოობა ორლესულ მახვილს გავს. ის მიცავს, თუმცა ამავე დროს შიგნიდან ნელ-ნელა მსერავს. ვფიქრობ, კარგად ვაცნობიერებ ამ საფრთხეს, ალბათ გამოცდილებით. და სწორედ ამიტომ მჭირდება სხეულის მუდმივი მოძრაობა. ზოგჯერ საკუთარ თავს სხვარზეც კი ვაყენებ, რათა განვკურნო ის სიმარტოვე, რომელსაც შიგნიდან ვგრძნობ და ყველაფერს თავისი ადგილი მიბუჩინო. ეს არ არის იმდენად გააზრებული ქმედება, რამდენადაც ინსტინქტური რეაქციაა.
აი ამ წიგნის საკითხვის შემდგომ ეხლა ჩემთვის უფრო გასაგები გახდა მურაკამის რომანები. მოიხსენებათ მურაკამის პერსონაჟებს ეს მარტოობის ელემენტი ახასიათებთ. ურბანული მარტოობა. და როგორც ჩანს, ეს თავის ნაწილი აქვს მურაკამის შადებული მისი წიგნის პერსონაჟებში. ასევე საინტერესოა ის, რომ მურაკამს დიდად არ სჯერა ნებისყოფის ძალის. ის არის ადამიანი, წარმოიდგინეთ, რომელიც აგერ უკვე თითქმის 50 წელია რუტინულად წერს და დარბის. ეს სირბილის ჩვევა მას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, საერთოდ ვერ ვხედავ დიდ კავშირს ჩემს ყოველდღიურ სერვილსა და ნებისყოფას შორის. ვფიქრობ, 20 წელზე მეტია მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო დავრბივარ. აქ 20 წელზე საუბრობთ, იმიტომ რომ 2005-შია დაწერილი ეს წიგნი. სირბილი შემეფერება ან ყოველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს ჩემთვის არც ისე მტანჯველია. ადამიანი ბუნებრივად აგრძელებს იმის კეთებას, რაც მოსწონს და წყვეტს იმას, რაც არ სიამოვნებს. მართალია ნებისყოფის მსგავსი რაღაც ამაში მცირე როლს თამაშობს, თუმცა როგორი ძლიერი ნებისყოფაც არ უნდა გქონდეს და როგორადაც უნდა გძულდეს წაგება, თუ საქმიანობა გულზე არ გეხატება, მას დიდხანს ვერ მიხვები. ასეც რომ მოხდეს, ეს შენთვის კარგი არ იქნება. აი აქ მურაკამის დევიდ გოგინსი ნამდვილად ვერ დაეთანხმებოდა. მოიხსენებათ, გოგინსი არის დისციპლინის და შეუპოვრობის მაგალითი. ის ცნობილია იმით, რომ რუტინულად აკეთებს ისეთ საქმეებს, რომლებიც ეზიზღება. მაგალითად, გოგინსი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ულტრამარათონელი. ულტრამარათონელი ხო იცით რაც არის, ვინც არ იცით, არის დიდ მანძილებზე რომ დარბიხარ, აი 100 კილომეტრი, 150, 200, 250 კილომეტრიანი მარათონით შემხვედრია. იმის გათვალისწინებით, რომ მას სირბილი ეზიზღება, გოგინს ის ამ აქტივობით არის დაკავებული ყოველდღიურად. ის შეგნებულად აყენებს თავის თავს ისეთ სიტუაციებში, სადაც ორგანიზმი კომფორტის მიღმა გადის. ესეც რბილი ნათქვამია. ისეთ სიტუაციებში, სადაც არაფერი სასიამოვნო და სასიხარულო არ არის. პირიქით, ყველაფერი ტკივილთან და ტანჯვასთან ასოცირდება. გოგინსის ფილოსოფია გააკეთე ის, რისი გაკეთებაც შენს გონებას იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად უნდა. აი აქ ერთი რიტორიკული კითხვა ჩდება. რა არის უფრო კარგი, რა არის უფრო მდგრადი, სიყვარულით მოიპოვო რიტმი თუ ტანჯვით მოიპოვო დისციპლინა. ბარის დაკეტვის შემდეგ მურაკამი სამუშაო რუტინას მთლიანად ცვლის. პირველ რიგში დაიწყო ძილის რეჟიმის მოწესრიგებით. ის ცდილობს დაიზინოს დაღამებისთანავე და გაიღვიძოს მზის ამოსვლასთან ერთად. სხვათა შორის აქ მახსენდება რიკ რუბინის ეპიზოდი, რომელიც არხზეა განთავსებული და ნამდვილად გირჩევთ რომ მოусმინოთ. რუბინის მურაკამის მსგავსად იძახის, რომ მთელი ცხოვრება ჭოტილით მუშაობდიო. დღის განმავლობაში ეძინა, ხოლო ღამე მუშაობდა. აი უკვე 2004 წლიდან, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეირყა, რუბინი ყურადღებას უთმობს ძილის რეჟიმს. და მას შემდეგ, რაც ორგანიზმის ეგრეთ წოდებული ცირკადული რიტმების შესახებ შეიტყო, ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ეს ცირკადული რიტმი ძალიან მაგარი რაღაცაა, რომ იცოდეთ, ესე იგი, უხეშად რო თქვათ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მზის ამოსვლისთანავე იღვიძებს და ჩასვლისთანავე მალევე ძინავს. ამ რუტინის დადებითი მხარეების შესახებ ხა დღეს ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში და მაგის შესახებ მეცნიერული თემები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ YouTube-ზე დაძებნოთ ენდრიუ იუბერმანის ეპიზოდები და კარგ რაღაცებს გაეცნობით. მურაკამი დღეს მისი რუტინა როგორია? იღვიძებს დილის საათ 5 საათისკენ, სადღაც საღამოს 10-მდე ძინავს. სწორედ ამ რეჟიმმა მომცა შესაძლებლობა გასული რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ძალიან პროდუქტიული ყოფილიყავიო. მისი ეს რუტინა სხვათა შორის ძალიან გავს ერნესტ ჰემინგუეის მუშაობის ეთიკას. ჰემინგუეიც დილას ძალიან ადრე იღვიძებდა, შუადღემდე სადღაც შუადღის 12 პირველ საათამდე თავაუწევლად წერდა, ხოლო შუადღის შემდგომ უკვე არაფერს აკეთებდა, მხოლოდ გართობას უთმობდა დროს. და ამ კონტექსტში ჰემინგუეის ვგევარო წიგნში წერს მურაკამი. ასევე ძალიან მიყვარსო შუადღის ძილი, რასაც ევროპის ლაღ ქვეყნებში სიესტას ეძახიან, ხო? ეს ჩვევა მგონი იტალიაში ცხოვრების დროს გამოვიმუშავეო.
ეხა იწყება კაი ამბები და ასე ყურადღებით მომისმინეთ გადავალ ხა კაი ამბებზე. მურაკამი ძალიან საინტერესოდ ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ მუშაობდა მხოლოდ შუადღემდე. რატომ მუშაობს შუადღემდე. ხოლო დღის მეორე ნახევარში დასვენებას უთმობს. მე ამ მეთოდს დავარქვი მურაკამისეული ენერგიის კონსერვაციის პრინციპი. მურაკამი წერს: ზუსტად ამავე მეთოდს მივმართავ რომანის სერისას. ყოველ დღე მუშაობას ზუსტად იმ მომენტში ვწყვეტ, როდესაც ვგრძნობ, რომ კიდე მეტის დაწერა შემიძლია. ასე მოიქეცით და მომდენო დღის საქმე შეუფერხებლად წავა. ვფიქრობ, აქ უმნიშვნელოვანეს რამეს ამბობს მურაკამი და მისი ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ მიდგომებს, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ანტერპრენერებში და რასაც hustle culture-ს ეძახიან ამერიკელები. რაც იმას გულისხმობს, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიო, ცხენივით უნდა იშრომო 24/7-ზე. შენთვის არ უნდა არსებობდეს დასვენების დღეები, უქმეები და მთელი ძალისხმევა და თავისუფალი დრო შენს მიზანში უნდა ჩადო, მიზანს უნდა შესწირო მსხვერპლად. ეს შეიძლება ვიღაცისთვის მართალია და ვიღაცისთვის ვიღაცის ცხოვრების წესს ესადაგებოდეს, თუმცა მე ამისი არ მჯერა. ისევე როგორც მურაკამს. აქ იმასაც გააჩნია, რა სექტორში მოვაწეობა, რა გაქვს საერთოდ მიზნად დასახული, თუმცა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში ბალანსის დაჭერა. მაგალითად, ილონ მასკს შეუძლია ყოველდღიურად დღეში 18 საათი უწყვეტად იმუშაოს და 6 საათი ეძინოს. ეს მთელი ცხოვრება ასე მოდის. თუმცა ეს უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევები მგონია, როდესაც თავისებური ხასიათის შტრიხები დაგებერტყა ბრჭყალებში. ჩემთვის ეს მიმზიდველი და მისაბაძი არ არის. სწორედ ამიტომაც ძალიან მომწონს მურაკამის ეს სიტყვები, კიდევ ვთქვათ, ყოველდღე მუშაობას ზუსტად იმ მომენტში ვწყვეტ, როდესაც ვგრძნობ, რომ კიდე მეტის კეთება შემიძლია. ასე მოიქეცით და მომდევნო დღის საქმე შეუფერხებლად წავა. ეს მიდგომა იდეალური რეცეპტი მგონია იმისათვის, რომ მიზნებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვსდიოთ. შევძლოთ მოტივაციის და გამძლეობის შენარჩუნება ყოველდღიურ რეჟიმში და რაც მთავარია, გადავურჩეთ პროფესიულ გადაწყვეტს და მენტალური მდგრადობა შევინარჩუნოთ. ამას გარდა მურაკამი კიდევ ერთ საინტერესო თემას ეხება. მისთვის ცნება წაგება ან მოგება არ არსებობს. გაყიდული წიგნების რაოდენობა, კრიტიკოსთა აზრი, მიღებული ჯილდოები მისთვის არაფერს ნიშნავს. მურაკამი არის სტანდარტების კაცი. საკუთარი თავისთვის დაწესებული აქვს სტანდარტი, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ნაწერი ამ სტანდარტს შეესაბამებოდეს. ანუ ის მთლიანად პროცესზეა ორიენტირებული. მან იცის, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაწესებული სტანდარტები დაიცვას, ხოლო მიაღწევს თუ არა მიზანს, გაიყიდება თუ არა წიგნები, დაწერენ თუ არა კრიტიკოსები კარგ შეფასებას. ეს უკვე მისი კონტროლის მიღმაა და მასზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ისა აკმაყოფილებს თუ არა შენი ნაწერი იმ სტანდარტებს, რომლებიც თავად დაუწესე საკუთარ თავს, წერს მურაკამი. ამ თამასის ვერ გადალახოს საკუთარ თავს იოლად ვერ აუხსნი. სხვაგვარად ყოველთვის იპოვი გამართლებას, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. ამ გაგებით რომანების წერა და მარათონის სირბილი ძალიან გავს ერთმანეთს. წერალს აქვს 7 შინაგანი მოტივაცია და ის გარე სამყაროში არ ეძებს აღიარებას. მურაკამს მთლიანად ჩახსნილი აქვს ასევე შეჯიბრებითობის კომპონენტი. ზოგადად, როგორც ჩანს, ის აზარტული ადამიანი არასოდეს ყოფილა და მარათონის გარბენის დროსაც მისი ერთადერთი მეტოქი არის დრო ან საკუთარი თავი და მას არ აინტერესებს კონკურენტები. სხვისი დამარცხება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. წერს იგი, მე ბევრად უფრო ის მაინტერესებს მივახცევ თუ არა იმ მიზნეს, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახე. ამ გაგებით შორს მანძილზე სირბილი იდეალურად შეესაბამება ჩემს აზროვნებას. აქვე მურაკამი ამბობს, რომ საკუთარი თავის სხვასთან შედარება სისულელეაო. ეს აზრი ნამდვილად მართალია, თუმცა რეალურად რთულად შესასრულებელი. დღევანდელ სამყაროში ახლა სადაც მსოფლიო ასე დაპატარავდა და ფაქტობრივად ყველაფერი ერთ სმარტფონშია ჩატეული, რთული ადამიანმა სტოიკური სიმშვიდე შეინარჩუნო, ხო? საკუთარი თავის სხვასთან გამუდმებით შედარება ხდება, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ახალგაზრდებში. ისინი უფრო მოწყვლადები არიან
სოციმედია გვთავაზობს სხვების ცხოვრების ყალბმხარეებს, მუდმივად ბედნიერ მომენტებს, იდეალური სხეულის ფორმებს, ძვირადზე ღირებულ სახლებს, მანქანებს. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება და შექმნილია ყალბი, რაც თავარია მოჭარბებული რეალობა. აქვე მურაკამი ახსენებს, რომ ცხოვრებაში რაც უნდა და მან უკვე ყველაფერს მიაღწია და მიაგნო ორ საყვარელ საქმეს, ხო? ორ აკვიატებას, წერას და სირბილს. ყოველდღიური განრიგი, მისი ყოველდღიური რუტინა მის განკარგულებაშია. ახარსათეჩქარება, არსადაა წასასვლელი და ის ამ ყველაფერს მადლიერების გრძნობით იხსენიებს. როცა ვგრძნობ, რომ სირბილი არ მინდა, საკუთარ თავს ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეკითხები. შენ შეგიძლია მწერლობით ირჩინო თავი, იმუშაო სახლიდან და თავად განსაზღვრო საკუთარი განრიგი. არ გიწევს გაჭედილი მატარებლებით მგზავრობა ან მოსაწყენ შეხვედრებზე ჯდომა. განა ვერ ხვდები რა იღბლიანი ხარ. ამასთან შედარებით უბანში 1 საათით სირბილი ხო არაფერია. როგორც კი გაჭედილი მატარებლებსა და დაუსრულებელ შეხვედრებს წარმოვიდგენ, მოტივაცია მაშინვე მიბრუნდებაო. მადლიერების გრძნობა მართლაც ხო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთი პოზიციიდან, როდესაც უკვე ყველაფერს მიაღწია. ადვილია დაგაუწყდეს მადლიერი იყო, ადვილია დაგაუწყდეს ის ადამიანები თუ მოვლენები, რომლებმაც შენს წარმატებაში დადეს ლომის წვლილი. წიგნის ბოლოსკენ მურაკამი ისე უბრუნდება შესაბამისობის თემას და აქ ეხლა ძალიან საინტერესო მომენტი მოდის. სიმართლე გითხრათ, ეს შესაბამისობის საკითხი ამ პოდკასტის მთავარი თემა მგონია. მურაკამიმ იპოვა ორი ისეთი აქტივობა, რომელიც მის ცხოვრებას შეესაბამება და ის ჩაეჭიდა ამ აქტივობებს. აიყვანა ობსესიის დონემდე და აგერ უკვე თითქმის 50 წელია მისდევს მათ. შესაძლოა წარმატების გასაღებით სწორედ ეს იყოს. ადამიანმა იპოვა ისეთი საქმე, რომელიც შენს პიროვნებას შეესაბამება. ხოლო იმისათვის ეს რომ მოხდეს საკუთარ თავს შესანიშნავად უნდა ვიცნობდეთ. უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა მოგუწონს, რა აღირებულებები გვაქვს, რა არ მოგწონს, რა მისწრაფებები გვამოძრავებს. ყოველთვის ხიმილი თუ ატარებდი ამ მოწოდებას შეიცან შენი თავიო. და მეგონა ღმერთო ჩემო რა სისულელია. იმარა ვინ არ იცნობს საკუთარ თავს. სამყაროში არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, მეთქი ვფიქრობდი. მარტივი და ზედაპირული შეკითხვა მეგონა. არადა დღეს სხვანაირად ვფიქრობ ამ შეკითხვაზე, ყველაფერი გადის. ამჯერად თუ ამ შეკითხვას სწორ პასუხს გავცემთ, ბევრი რამე დალაგდება. ამ კონტექსტში შეუძლებელი არ გავიხსენოთ იაპონური კონცეფცია, რომელსაც იკიგაი ეწოდება, ხო? და ეს იკიგაი არის ის ოქროს წერტილი, სადაც შინაგანი აკვიატება და გარესამყაროს მოთხოვნები ერთმანეთს სინქრონულად ემთხვევა. ის არის ცხოვრების საზრისი და შინაგანი მოტივაცია, რომელიც დილას საწოლიდან წამოგვახტუნებს ხოლმე. მურაკამი ნამდვილად ბედნიერი კაცია, რომ მან თავისი იკიგაი იპოვა, ასე ვთქვათ. აქვე ერთი მაგარი ეპიზოდი მინდა წიგნიდან მოგიყვანოთ. იმის მიუხედავად თუ რამდენად მესაბამება შორს მანძილზე სირბილი, რა თქმა უნდა არის დღეები, როდესაც თავს შეუძლოთ უგრძნობ, ზარმაცად უგრძნობ და სირბილი საერთოდ არ მინდა. იხსენებს მურაკამი. სიმართლე ითქვას, ეს ხშირად ხდება. ასეთ დღეებში ვცდილობ 1000 გვარი დამაჯერებელი მიზეზი მოვიფიქრო, რომ გარბენს თავი ავარიდო. ერთხელ ოლიმპიურ მორბელანს ტოშიჰიკო სეკოს ვკითხე, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ის სპორტიდან წავიდა და გუნდის მენეჯერი გახდა. თქვენი დონის მორბენალს თუ გქონიათ მომენტი, როცა გიფიქრიათ, რომ დღეს სირბილს გერჩინოთ, საერთოდ არაფერი გაგეკეთებინათ და უბრალოდ წაგეძინათ. მან შემომხედა და ისეთი ხმით მიპასუხა, რომლითაც ნათლად მაგრძნობინა, რამდენად სულელური შეკითხვა დავსვი. რა თქმა უნდა, მეუბნება ის, სულ ესე არა ვარ. ახლა ვიხსენებ და ხვდები, რა სულელური კითხვა იყო. ალბათ მაშინაც ვიცოდი ეს, მაგრამ მინდოდა პასუხი უშუალოდ სეკოსნაირი კალიბრის ადამიანისგან მომესმინა. მინდოდა გამეგო, მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევით ვარჯიშის ინტენსივობითა და მოტივაციით ჩვენ შორის მთელი სამყაროებია, გრძნობთ თუ არა ერთსა და იმავეს დილა ადრიან, როცა სირბილისთვის ფეხსაცმელების თასმებს ვიკრავთ. მაშინ სეკოს პასუხმა დიდი შვება მომგვარა. საბოლოო ჯამში ყველანი ერთნაირები ვართ, მეთქი გავიფიქრე. აი ამ ეპიზოდში კარგად მესმის მურაკამის. ერთხელ
გაბორ მატეს ინტერვიუს უსმენ. ვინც არ იცით, გაბორ მატე გახლავთ მსოფლიოში ძალიან ცნობილი კანადელი ფსიქოთერაპევტი. და გაბორი იხსენებს ეპიზოდს, როდესაც ლონდონში დიდ კონფერენციაზე მოუწია სიტყვით გამოსვლა. ძალიან ცუდი სიტყვა მქონდაო. არ იყო საკუთარი თავით კმაყოფილი. და საბოლოო ჯამში ჩემი შინაგანი კრიტიკული ხმა ისეა მოიქოქაო, რომ ღრმა დეპრესიაში ჩავარდი და ჩემი კოლეგების დახმარება დამჭირდაო. მურაგამის მსგავსად მაშინ, როდესაც გაბორ მატეს უსმენდი, გაოცებულმა მოусმინე მის ამ ნათქვამს, იმიტომ რომ გამიკვირდა ესეთ მაგარ ფსიქოლოგსაც შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ მეთქი? გავიფიქრე. როგორც ჩანს, მართლაც ყველა ერთნაირები ვართ და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვართ დაზღვეული მცირე თუ დიდი მასშტაბის ადამიანური შინაგანი ბრძოლებისგან. წინის ბოლოსკენ მე მამურაკამი საუბრობს წერლობის და წერის ტექნიკების შესახებ, თუმცა ამ ყველაფერს აქ არ გავუშლი, ვამზადებ ამ ეპიზოდის მეორე ნაწილს, სადაც უკვე წერლობაზე ვისაუბრებთ, თუმცა ეს რა თქმა უნდა წერლობას არ შეეხება მხოლოდ და ისეთ ჭრილში გავაკეთებ, რომ სარგებელი ყველა ნახოთ მიუხედავად იმისა, რამის დაწერას საერთოდ ვაპირებთ თუ არა. აქვე მურაკამი ესეთ რამეს ამბობს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, მომეწონა ეს. არასოდეს ვაგდებ ზედიზედ 2 დღესო. თუ დღეს ვერ ვივარჯიშე, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ უსიკვდილოდ მიწევს ვარჯიშიო. ასევე ახსენებს დეტექტიური ჟანრის დიდოსტატი მწერლის რეიმონდ ჩენდლერის ჩვევას. მაშინაც კი თუ არაფერს წერდა, ის აუცილებლად ყოველდღე მიუჯდებოდა სამუშაო მაგიდას და კონცენტრირდებოდა. მე კარგად მესმის მისი საქციელის მიზეზი. ამბობს მურაკამი. სწორედ ასე უნარჩუნებდა ჩენდლერი საკუთარ თავს იმ ფიზიკურ განძლეობას, რომელიც პროფესიონალ მწერალს სჭირდება და ამით შუმად წვრთნიდა ნებისყოფას. ამგვარი ყოველდღიური ვარჯიში მისთვის სასიცოცხლო აუცილებელი იყო. ანუ წარმოიდგინეთ, ტიპი საწერ მაგიდასთან გასაზღვრული დროით მაინც ჯდებოდა. შესაძლოა შეგონება საერთოდ არ მოდიოდეს და ვერც ვერაფერს წერდეს, თუმცა ის აქტი, რომ მაგიდას მიუჯდა, ანუ საკუთარ თავთან მცირე ბრძოლა მოიგო, უკვე მისი გამარჯვება იყო იმ დღეს. აი მე კი პოდკასტს აქ დავასრულებთ, შემდეგ ეპიზოდს აუცილებლად გირჩევთ. ალექს ჰონოლდის ეპიზოდი ნახოთ, ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოვიდა და აბა შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის.